მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა დღეს გესაუბროთ ძალიან საინტერესო თამაშზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ოღონდ უკვე ეს ხმა 10 წლის შემდეგ არის ჩაწერილი ამ ვიდეოდან. ბევრი დროც გავიდა და ბევრი რამეც გამოვიარე. ოქტოპუსი გავაკეთე, ორშაბათობა შევქმნით, პოდკასტი, ბევრი რამე, მაგრამ კვლავ უბრუნდები ჩემს არხს, რომელსაც გადავარქვი სახელი და ერქმევა ხის სახლი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ხის სახლში. არც მეტი არც ნაკლები 10 წლის შემდეგ გიბრუნდებათ ეს არხი. ამ არხს ერქვა კალატოზი R&D-ში, გადავარქვი სახელი და ახლა ერქმევა ხის სახლი, ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხის სახლში. ეს არის welcome video, თავის გაცნობას არ დავიწყებ, იმიტომ რომ სადღაც მომიწევს თქმა, რომ იუმორნეში ვიყავი და არ მინდა. ვიდეოში მინდა მოგიყვეთ თუ რას ვაპირებ ამ არხზე, რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდა რომ გავაკეთო. პირველ რიგში სეტი შევაფასოთ. მე მგონი რომ ძალიან მყუდრო სეტია. ლუკამ აწყო სხვათა შორის და რაღაცები მეც დავამატე, მაგრამ ძირითადი ნაწილი არის ლუკას გაკეთებული, ასე რომ კომენტარებში გულები გავუსპამეთ თუ როგორც არის. იუთუბერებმა რო იციან ვიღაცა დიდმა იუთუბერებმა, მე პატარა იუთუბერი ვარ. აქეთ კედელი ცარიელი მაქვს, იმიტომ რომ ნელ-ნელა დავამატებ რაღაცებს. საერთოდ როცა ვიწყებდი ამ რახს ძალიან პერფექციონისტულად უყურებდი, რომ აუცილებლად თავიდანვე მაგრა უნდა იყოს ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ მივხვდი, რაც ისაც ვიცოდი პრინციპში, რომ უნდა დაიწყო უბრალოდ და პროცესში ძალიან ბევრი ხარვეზი გამოჩნდება, რომელსაც გამოვასწორებ. მაგალითად, ეს მაგიდა, რომელიც შევიძინე, აქეთ ეს არმი არ მაგრდებოდა და ამიტომ შემოდის კადრში. ანუ ეს რაღაცებს წინასწარ გათვლა, ასე რომ ჯობია რომ დაიწყო ხოლმე. იქით მაგალითად სკამზე მიდევს განათება და შეიძლება კარგად არ არის ჩემი სახე ამონათებული, ეს ხარვეზი. რაც შეეხება ამ არხის მიზანს, მინდა რომ არ იყოს კომერციული დატვირთვით, დიდად უფრო ჰობი მინდა რომ იყოს, იმიტომ რომ აი ოქტოპუსზე მაგალითად უკვე იმდენად კომერციალიზდა ეს არხი. არ ვიცი ამდენად სწორად თქვი. რომ იქ რაღაცა ექსპერიმენტების გაკეთებას ვერიდებით რა. კარგია თავისუფლება, აი გაცოცხლებული შოუ მაგალითად სპონსორების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა მაგ შოუს გაკეთება, მაგრამ მინდა რომ აი რაღაც ესეთი სახლური ვიდეოები, რაც ძალიან ბევრს გეანტრებათ ხოლმე, ამ არხზე შემოგთავაზოთ. ძირითადად იქნება გეიმინგი, რასაკვირველია, მაგრამ ვაპირებ ხოლმე რომ გადაუხვიდე და მარტო გეიმინგი არა, სოლო ვიდეოები ვაკეთო, იმიტომ რომ მომენატრა ეს სოლო ვიდეოები. როცა პროდაქშნულად აკეთებ რაღაცას, იქ შენი წილი კრეატივის იქნება ეს თუ სცენარის თუ შესრულების შეიძლება უფრო ნაკლებია და როცა შენი ხელით აკეთებ ყველაფერს, აი მონტაჟიდან დაწყებული, thumbnail-ი, ჩაწერა, მიწერა, მოწერა, რაღაცა განათების აწყობა, უფრო სასიამოვნოა და უფრო ჩანს შენი თავი, როცა სოლო არხს აკეთებ, ასე რომ მინდა რომ ეგ ყველაფერი გავაკეთო ამ არხზე. და ზოგადად მინდა ვნახო როგორ გავიზარდე ამ წლის განმავლობაში და რა შემიძლია ახლა გავაკეთო როგორც აი სოლო ტიპმა. მართლა მომენატრა ესე დაждდომა და კამერასთან ლაპარაკი. ვითომ მაკლდეს, მაგრამ ვიღაცები ხელს მიშლიან ხოლმე. არიან ეგეთი ადამიანები, ვინც ლაპარაკში ხელს მიშლიან ხოლმე. მინდა რომ ლაივებიც ვაკეთო ხოლმე, მაგრამ ძირითადად არხი იქნება ორიენტირებული ვიდეო ესე მიმართულების ფორმატებზე. და იქნება უფრო მეტად ორიენტირებული გეიმპლეი, რომელიც დამონტაჟებული იქნება და თქვენდამ და ისე იქნება მოტანილი. ანუ არა ვთქვათ, ახალი თამაში გამოვიდა და პირველი ნაწილი, მეათე ნაწილი, 347 ნაწილი, ბოსის დეიდაშვილი, ანუ ესე ცალ-ცალკე ვიდეოები არ იქნება, იქნება ერთ ვიდეოში გაერთიანებული, შეიძლება თამაში დავხურო და ერთ ვიდეოდ გაჩვენოთ როგორ დავხურე. მოკლედ გეიმინგ განხილვები და მეორე რაც იქნება აი მოდი ვნახოთ რაღაც თამაში, რომელიც შეიძლება ნათამაშები არ გქონდეს. აი საკულტო თამაშები და თქვენს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ რჩევას მომცემთ და აი ამ თამაშს რო გადავიღებ, პირველი შტაბიშტილები რაც იქნება გაგიზიარებთ, ანუ ნახევრად განხილვა იქნება ეგეც, მაგრამ გეიმპლეის გადავიღებ და ისე. ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს ნახვები, ანუ რაც არ უნდა იყოს, ესეთი, ანუ არავისთან ვალდებული არ ვარ, რომ ნახვები დაუდო. ოქტოპუსეც არ ვარ ხოლმე ეგრე, რომ გინდა თუ არა ნახვები ჭირდება სპონსორს, თორე ისე გავა, მაგრამ ნუ მაინც ახ თუ არავინ უყურა, რასაკვირველია, რომ ის სპონსორიც მოგაკლდება. ამიტომ მაინც რაღაცა კომერციულად უყურებ და აქ მინდა რომ აი ჩვენი გავისწოროთ, მე ჩემი გავისწოროთ და თქვენი გაისწოროთ და ნახვა თუ დაემატება ზემოდან. კი ბატონო, ეგ мотиваცია რასაკვირველი იქნება, მაგრამ мотиваციას არ დამიგდებს ის ფაქტი, რომ რაღაცა შეიძლება ნახვა არ კონდეს. აი Red Dead Redemption-ის განხილვას ალბათ უფრო მეტი ნახვა ექნება, ვიდრე ტომბას განხილვას, მაგრამ ამ ტომბასაც განვიხილავ აუცილებლად, იმიტომ რომ მე რაც მევასება საბოლოო ჯამში მინდა რომ ის მოვიტანოთ თქვენამდე კარგად და თუ კარგად მოგითხრობთ ამ ყველაფერს, მე მგონია რომ შეიძლება საინტერესო გამოვიდეს. არც იმით არ შეგიჭამთ თუ ის რომ გამოიწერე არხი და აბა
ესქენი და აბა ისქენი, თუ არ უყურებთ კონტენტს, უბრალოდ რაღაც დასაფორთების გამო ნუ გამოიწერთ არხს. რაღაც მინდა რომ რაღაც community-სავით შეიკრას, სადაც თამაშებზე ვილაპარაკებთ ხოლმე. აი ეს ინდუსტრია ძალიან მოხოდილია და სამწუხაროდ დიდად საქართველოში არა. ანუ game development-ის კუთხით ხო არ არის და ისედაც ძალიან ცოტა საუბრობს ამაზე. რაღაც უფრო ტრენდული თამაშებია ხოლმე, GTA Online-ი და Among Us-ი და რაღაც რაც გავარდება და რაღაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ რჩება ხოლმე ყურადღების მიღმა. ერთადერთი რაც გავაკეთებ, Facebook ჯგუფს გავაკეთებ ხისახლის, რომ ოქტოპუსის ჯგუფში და შაბათობაში არ წავიდეს. რაღაცა დისკუსიები და თუ სადისკუსიოა, მაინც მაგ ჯგუფში ვილაპარაკოთ ხოლმე. ისე კი, რა ვიცი, YouTube-ის კომენტარებში გელოდებით და გავცვალოთ ხოლმე აზრები. ვიღაცა მირეკავს, ტატო ბაციკაძე რეკავს. მოკითხა ხალხო ყველას გელაცვალეთ თქვენ, კაი ხალხი ხარ, ძალიან კალას უყურებს და გამოიწერეთ კალას არხი და დალაიქეთ ყველა ვიდეო. წეღან მეუნებოდი აი ზუსტად რომ არ გამოიწეროთ თუ გინდათ მეთქი და თუ გინდა არ დაელაიქოთ, მაგით twins არ შეგიჭამთ. ვისაც გინდათ როგორც გინდათ ესე მოიქცეთ. შეუჭამ ზატო, გამოიწერეთ კალას არხი ხალხო. როგორც გაგიხარდებათ მეგობრებო, შეაფასეთ და თუ თქვენ გულამდე ახლოს მოვიდა, მე გამოიწერეთ. მოკლედ ჩამოვყალიბდით, რომ იქნება game review-ები, gameplay-ები და იქნება live-ები. და საერთოდ TikTok-ზე რო სტრიმავთ ხოლმე game რაღაცებს, აი ეგ ხალხი ჯოჯოხეთში მოხვდებით ესეთ ქვაბში, აი ესეთ ქვაბში იქნებით და სატანა მოგირებთ. გეიმერები ყიდულობენ რაღაც კომპიუტერებს 120 Hz-ი და ამდენი FPS-ი და რაღაცა და შენ აი ამაში ტელეფონში რაღაცაში სტრიმავ. მესმის რომ შეიძლება უფრო მეტ ადამიანმა გიყუროს, მაგრამ არ არის გეიმინგი TikTok-ზე გასასტრიმი, ჩემი აზრით და ბევრი შემოხვდა ძალიან. ანუ მანდ მაგას ვერ უყურებ ვერანაირად რა. ხო, რაც შეეხება ახლა რა კომპიუტერი ავაწყე და ამიწყვეს უფრო სწორად და როგორ გამოიყურება ის ეხავე გაჩვენებთ. ანუ კომპიუტერით რო ვიღებ ამ ყველაფერს და თან რო გამოვაძრე რო მეჩვენებინა ვერ გავითვალისწინე რომ გაითიშებოდა. კაი, რამდენს გეგონათ რომ მართლა ვქენი, ეხა ეგ დებილობა. ან იქნებ ქვენი. კაცმა არ იცის. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ კომპიუტერი ამიწყოს IT work-ში, ჩვენ სხვათა შორის ოქტოპუსის სამონტაჟო კომპიუტერიც, ჩემი პირადი კომპიუტერიც, თავის დროზე ცოტნეს კომპიუტერიც, ის ვიდეო, ყველაფერი არის IT work-ში აწყობილი და იდეალურად მუშაობს ყველა კომპიუტერი. პროდუქტის მხრივ საიტზე ნახავთ თითქმის ყველა ტოპ ბრენდის აქსესუარსა და PC მაკომპლექტირებელს, ახალი დამატებული ექსკლუზიური მოდელები. სხვათა შორის ამდენი ხანი ვიდეოს დადებენ და გამეწელა, რომ IT work-ში ეხლა მიიღეს NSX-ის ნაწილები, ეს გაგრილების სისტემა და ასე შემდეგ, კულერები და გაგრილება და მაგიტო ველოდებოდი, რომ ეს კონტეინერები სრულიად ახალი, ახლა ჩამოვიდა და ახლა ჩააყენეს და ახლა დავაყენე მეც. და შეგიძლიათ IT work-ში ეს ნაწილები შეიძინოთ. მოკლედ საოცნებო კომპიუტერის აწყობა შეგიძლიათ IT work-ში, ლინკს აღწერაში დავტოვებ, ახლა საახალწლოდ ფასდაკლებები იქნება სერიოზული და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება და დაეწაფეთ. IT work-ში იქნება პრომოკოდი საეჭვო კალა, მახარებაც იქ აწყო კომპიუტერი და ეგ ვიდეოც დევს და ჩემი კომპიუტერის აწყობის ვიდეოც დაიდება და პრომოკოდი იქნება საეჭვო კალა და ამ კოდის გამოყენების შემთხვევაში 40%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ. მოკლედ IT works-ის საიტს აღწერაში დავტოვებ მათ YouTube-საც და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ჯერ არ დევს ეგ ვიდეო, მაგრამ როგორ ეწყობოდა ჩემი кейსი და რა ნაწილები გამოიყენეს ამ დიდებული кейსის ასაწყობად. მე ძალიან მომწონს ეს უკანა ფონი და ძალიან ყუდრო და chill სიტუაციაა. მე თუ არ გავაფუჭებ რამეს და სიმყუდროვიდან გამოგიყვანთ, დანარჩენი მე მგონი იდეალური გარემოა. ხის სახლი ვიღაცები კი ღლიცინებენ იქ, მაგრამ იდეალური კომფორტის ზონა. აი მე აქ მოვდივარ ხოლმე, მგონია რომ სხვაგან ვარ საერთოდ, რა ისეთ დამშვიდებულად, დაწყნარებულად და ერთხელ იყო არა. ვახშენი გაიხსნა. კარგად გზნობ თავს და მგონია რომ კონტენტის კეთებაც აქედან ძალიან კარგად გამომივა დაწყნარებულად, მშვიდად და ასე შემდეგ. თავი გადამიწიე მაინც მითხარი შეჭე. ასე რომ სულ ეს არის welcome video, ნებისმიერ რჩევას გავითვალისწინებ და მივიღებ რა საკვირველია. დღეს იმდენია კონტენტი, იმდენი რომ ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ის დათმობილი ყურადღება და დათმობილი წამები თუ წუთები და ძალიან დიდი მადლობა. დღეს კონტენტი ციდან ცვივა მართლა, შეიძლება კრეატორი დაგეცეს თავში და ან ანეკდოტი მოგიყვეს, ან რაღაცა მოკიდოს, მოკლედ განვითარდა ეს სფერო და კარგია რომ განვითარდა, იმიტომ რომ ეს მიკროფონი მაგალითად შევიძინე აქ. როცა YouTube-ს ვიწყებდი, მაშინ მიკროფონი ვერ შევიძინე ვერსად, თორე რა მიკროფონითაც დავიწყე მე რეალურად, იმით არ შეიძლება რომ ილაპარაკო საერთოდ.
დღესდღეობით Pro Evolution Soccer-ის მწარმოებელი ფირმა Konami დაარსდა 1979 წელს. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო პირველი ვიდეო იქნება 10 წლის შემდეგ ვაკეთებ რევიუს, ოღონდ ცოტა სხვანაირ ჭრილში და თან მაინტერესებს აი ამ 10 წლის განმავლობაში როგორ გავიზარდე, იმიტომ რომ რეალურად YouTube-ზე ფეხი შემოვდგი Crash Bandicoot-ის განხილვით და აბა ვნახოთ როგორი იქნება Crash Bandicoot 2-ის განხილვა. ნელ-ნელა რაღაცებს დავხვეწავ, თავარია რომ დავიწყე და შევბერავ და გამოვასწორებ ყველა მხარეს, რომელიც მექნება. იდეები კი შეგიძლიათ რა თქმა უნდა კომენტარებში დააწეროთ ან წამოხვიდეთ ჯგუფში და იქ ვილაპარაკოთ მაგ ყველაფერზე. აბა ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ არხიც გამოიწეროთ და დაეღოთ უკვე სხვა ვიდეოებსაც.